ყავალაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ საკმაოდ მწირია ინფორმაცია, რომელსაც თავად ყავალაშვილის სამსახური ან ქართული ოცნება ავრცელებს. ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ მიხეილ ყავალაშვილს შეხვედრები ჰქონდა სერბეთის და სლოვაკეთის ლიდერებთან. იმ შეხვედრაზე კი, სადაც ცივილიზებული სამყაროს ლიდერები იყვნენ შეკრებილები, საქართველოსდან არავინ არ იყო წარმოდგენილი. ეს არის ტრანსატლანტიკური ვახშამი, რომელიც ყოველწლიურად იმართება ხოლმე. ამჯერად სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა ამ შეხვედრას. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოები და გარდა ამისა აქ საინტერესოა, რომ მაგიდის ირგვლივ, სადაც ლიდერები იყვნენ შეკრებილები, ასევე იყვნენ სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები და სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ძალისხმევის გაძლიერებაზე და დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებაზე, მათ შორის უკრაინაში ომის დასასრულებლად, ასევე ჩინეთის მავნე გავლენების შესამცირებლად. ამ თემებზე სამშელოდ კი მარკო რუბიომ და შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ არ მიიწვია საქართველოს არც საგარეო საქმეთა მინისტრი და ბუნებრივია არც მიხეილ ყავალაშვილი ესწრებოდა ამ შეხვედრას. ერთადერთი რაც ყავალაშვილთან დაკავშირებით ვიცით არის თამარ ტალიაშვილის ქართული ოცნების მიერ ამერიკაში საქართველოს ელჩად დანიშნული პირის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ მან კონსულტაცია, უпроსტად კომუნიკაცია გამართა დონალდ ტრამპთან და ბუნებრივია ჩვენ გვაინტერესებს რა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტთან მიხეილ ყავალაშვილს და ამის შესახებ არც ინფორმაცია არის გავრცელებული და არც რაიმე ფოტომასალა. თუ ჩვენ გავიხსენებთ ყავალაშვილსა და ტრამპს შორის მცირე კომუნიკაციას იტალიაში, რამდენად სასიხარულო იყო ეს ფაქტი ქართული ოცნებისთვის, ბუნებრივია ამ შეხვედრასაც თუ კი გაიმართა შტატებში, ექნებოდა შესაბამისი გამოხმაურებაც ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ დღეს ოცნების დეპუტატებთან დავინტერესდით, რა შეხვედრებს მართავს მიხეილ ყავალაშვილი, როგორია მისი ვიზიტი შეერთებულ შტატებში და რას ნიშნავს ფაქტი, რომ მსოფლიო ლიდერებთან ერთად საქართველოს წარმომადგენელი ვახშამს არ ესწრება, არ მიიწვიეს და არ საუბრობს გლობალური მნიშვნელობის მქონე თემებზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად. ქართული ოცნების ლიდერების კომენტარები ცოტა ხანში გაკეთდება და გვეცოდინება. მოусმინოთ ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებიც ფაქტობრივად ვერაფერს გვეუბნებიან, რადგან მათაც არ იციან რა შეხვედრები გამართა მიხეილ ყავალაშვილმა და რატომ არ იყო ის იმ მაგიდაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები იყვნენ შეკრებილები. თამარ ტალიაშვილი ამბობდა, რომ კომუნიკაცია გაიმართა დონალდ ტრამპთან, თუმცა ამის ამსახველი არც ფოტოა და არც რაიმე ინფორმაცია და თქვენ რა იცით, ვის შეხვდა, რაზე ისაუბრა? ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ ვიზიტი რომ რჩევა, მიხეილ ყავალაშვილი გააკეთებს რა თქმა უნდა განცხადებას. გუშინ გაიმართა ვახშამი, სადაც სომხეთის, აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები იყვნენ და ჩვენგან არავინ და ეს ნიშნავს თუ არა, რომ უკვე ჩამოვშორდით ცივილიზებულ სამყაროს, სადაც სომხეთი და აზერბაიჯანია, იქაც კი არ ვართ ბატონ ლევან და ეს როგორ უნდა გავიგოთ? მართლა არ ვარ საქმის კურსში. არც ვახშამი არ ვიცი, არც ადილი არ ვიცი. არ იყო არავინ. სად იყო ბატონი ყავალაშვილი გუშინ და რომელ იმაზე რა ქვია, ვახშამზე და იმაზე წარმოდგენა არ მაქვს. მიხეილ ყავალაშვილის შეხვედრები ამერიკაში. რა იცით? ვის შეხვდა? ვისთან აქვს კომუნიკაცია? აი თამარ ტალიაშვილი ამბობდა, რომ კონსულტაცია, უბრალოდ კომუნიკაცია გამართა ამ სიტყვებით დონალდ ტრამპთან. ბუნებრივია ასეთი შეხვედრები რომ ყოფილიყო ქართული ოცნების დეპუტატები ახლა ერთი მეორეს მიყოლებით გააკეთებდნენ საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებს, რომ თითქოს ქართული ოცნება მიხეილ ყავალაშვილის დახმარებით ახერხებს ურთიერთობის დამყარებას და ურთიერთობის ნორმალიზებას შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი შეხვედრა სავარაუდოდ არ გამართულა და შესაბამისად მიხეილ ყავალაშვილს არ აქვს საუბარი მსოფლიოს ლიდერებთან. ეს გამოჩნდა კიდეც იმ კადრებში, რომელიც ასახავს გუშინ გამართულ ვახშამს და სადაც საქართველოსდან არავინ არ არის წარმოდგენილი. ამ ფაქტს გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის ქართული ოცნების გამიზნული პოლიტიკის შედეგი, რომელიც მსოფლიო რუკას საქართველოს აშორებს რუსეთის სასარგებლოდ და საინტერესოა ამ პოსტის მეორე ნაწილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უჭერს მხარს 4 ოქტომბერს დაანონსებულ მასშტაბურ აქციას და სწორედ ამ პათოსით ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ყველა მოქალაქე უნდა დაიცვას ევროპული მომავალი.
ალბანეთი, სომხეთი, მონტენეგრო, სხვათა შორის და იგნორირებული საქართველო. ერეკლე ხმლით იცავდა საქართველოს და მსოფლიოს გააცნო. ესენი მიზანმიმართულად მუშაობენ ქვეყნის იზოლაციის მისაღწევად და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ჩვენი მსოფლიო რუკიდან ამოსაშლელად. გვაბრუებენ ვითომც და პატრიოტული ლოზუნგებით და ძეგლების აღმართვით. 4 ოქტომბერს ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი და დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ, რამდენჯერაც დაგვჭირდება, მეფე ერეკლემ ეს დაგვიტოვა ანდერძად. ღონისძიებაზე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არიან შეკრებილები ქართული ოცნების ლიდერები, რომლებიც სავარაუდოდ დასრულების შემდეგ გააკეთებენ მედიასთან კომენტარს. ბევრი კითხვაა მათთან, მათ შორის მიხეილ ყაველაშვილის აი ამ ვიზიტზე გაეროში და შეხვედრებზე, რომელზეც არსებობს კითხვები, მართლა გაიმართა რაიმე შეხვედრა თუ კომუნიკაცია დონალდ ტრამპთან, რაზეც საუბრობდა საქართველოს ელჩი, არ შეესაბამება სიმართლეს, ასევე რა პასუხისმგებლობას გრძნობს ქართული ოცნება იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირები არ არიან იქ, სადაც მთელი მსოფლიო იკრიბება მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ და რა პასუხი ექნება ქართულ ოცნებას მის ლიდერებს ჩვენ ცოტა ხანში მოვისმენთ. რაც შეეხება თავად მიხეილ ყაველაშვილს, მას დღეს უნდა ჰქონდეს გაეროში სიტყვით გამოსვლა და ვნახოთ რა აქცენტები ექნება ქართული ოცნების მიერ არჩეულ პრეზიდენტს.